ლიდერი ქალების დროა. ლიდერ ქალთა საბჭოს პრეზიდენტი ნათია შათილიშვილი გვერდება პირდაპირ ეთერში. ძალიან საინტერესო სტუმრებთან ერთად. დღემშვიდობის ნათია, გადასარევად გამოიყურებით როგორც ყოველთვის და ძალიან საინტერესო სტუმრები გყავთ დღევანდელ გამოშვებაში. დიახ, მოგესალმებით. მადლობა პირველ რიგში იმისთვის, რომ დრო დაგვითმეთ. დღეს შესაძლებლობა გვაქვს ლიდერ ქალთა ორგანიზაციის ორი ულამაზესი, უმშვენიერესი ახალგაზრდა ქალბატონი წარმოგიდგინოთ, ანი რობაქიძე და ქალბატონი ნათია. მოგესალმებით. დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. ისინი არიან ლიდერ ქალთა ორგანიზაციის წარმატებული აქტიური ქალბატონები, მონაწილე პირები და მათ აქვთ საკმაოდ ძალიან ხშირად ვფიქრობ ხოლმე, რამდენად საპასუხისმგებლო ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ემსახურებიან, როგორც არის ეკობაღი, ანუ ბავშვთა სკოლამდელი ასაკის ბავშვთა მოსამზადებელი, ესე ვთქვათ, ბაღი, ხო? ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია ის საკითხიც, რომ მათ აქვთ რამდენიმე ფილიალი, როგორც მე ვიცი, ბაღის და მაინტერესებს ესეთი რამ, რატომ უნდა აირჩიოს მშობელმა დღეს ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია სად ავირჩევთ, სად მიუჩენთ ჩვენს პატარებს ადგილსამყოფელს სკოლამდელი პერიოდს, სად გავატარებინებთ და ალბათ ყველას გავჩნდება კითხვა, რატომ უნდა აირჩიოს მშობელმა თქვენი ბაღი, ეკობაღი. ფაქტია, რომ ძალიან დიდი კონკურენცია, ძალიან დიდი არჩევანია და რატომ უნდა აირჩიოს მშობელმა თქვენი ბაღი. მოდი ესე დავიწყოთ. გესალმებით. პირველ რიგში ეკომეგობრული გარემო არის და ჩვენ დავიცეგენ, რომ აქ სიყვარულია ჩვენ ბაღში. რაც შეეხება თუ რატო ეკოსაბავშვო ბაღი, არის ძალიან თბილი გარემო, ყველა პედაგოგი ყავს გადამზადებული და ზუსტად იციან, როგორ და რანაირად უნდა იმუშაოთ ჩვენ პატარებთან. და კიდე რაც შეეხება, ნუ პირველი შეკითხვა მშობლებსაც აქვს ხოლმე, რატო ეკო ყვება, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის ამ სფეროში, მაქსიმუმად ვცდილობთ, რომ იყოს ეკო საკვები, რა თქმა უნდა. იცით სივრცეც და ნუ სათამაშოებიც როდესაც მე თქვენი ბაღი, როდესაც უბრალოდ სანამ ლიდერ ქალთა ორგანიზაციაში თქვენ გაწევრიანდებოდით და ჩვენი ჟიურის წევრები 22 ადამიანი ვიკვლევდით თემებს, რატომ უნდა ყოფილიყავ თქვენ შერჩეული, რამაც ჩემი ყურადღება მიიქცია, ეს იყო ბავშვთა სათამაშოები, რომლებიც ისინი ერთობიან, ხო? ანუ რაღაც განსხვავებული, განსაკუთრებული სათამაშოები გაქვთ, რომელსაც ბავშვები იყენებენ და სხვა შემთხვევაში არ შემხვედრია და რატომღაც ყურადღება მიიქცია ამ სათამაშოებამ. ანუ აქედან იწყებ სათამაშოებსაც ყურადღებას აქცევთ. რა თქმა უნდა, ჩვენ თანამშრომლობთ რამდენიმე კომპანიასთან და მაქსიმალურად როგორც შეგვიძლია ისე შემოგვაქვს ეკოსათამაშოებიც და საკვებიც. მე ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია გადამზადებული კადრი თქვენთვის, ანუ ეს ბაღი იქნება თუ სკოლა თუ ნებისმიერი სივრცე, მაგრამ განსაკუთრებით ბავშვებთან მომუშავე პერსონალი უნდა იყოს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გადამზადებული, ხო, კვალიფიციური და ასე შემდეგ. ჩვენ შესაძლებლობაც აქვს BDC აკადემიას, რომ თქვენს ბაღში სტაჟირება გაიაროს შემდგომ დასაქმების და ქონდა ესეთი შემთხვევა მიმართულებით გადამზადებულმა კადრმა. ანუ რამდენად ამართლებს ეს თემა, ანუ რამდენად ხშირად გაქვთ ხოლმე შესაძლებლობა იმისა, რომ გადაამზადოთ თქვენს მიერ თქვენი თანამშრომლები კადრები, რომლებსაც ბავშვებთან უწევთ მუშაობა. რამდენად თვლით აუცილებლად, რომ ისინი იყვნენ გადამზადებულები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად? რა თქმა უნდა, ყველა კადრი უნდა იყოს გადამზადებული შესაბამისად, რომ ზუსტად ის დამოკიდებულება ჰქონდეთ ბავშვების მიმართ, რასაც თქვათ ჩვენს ვითხოვთ ანალოგიურად. ასევე სახელმწიფო ითხოვს პირველ რიგში უკვე სახელმწიფოს დაქვემდებარების ქვეშ გადავდივართ ის გეცოდინებათ და შესაბამისად, ანუ გარდა იმისა, რომ თქვათ გადამზადებული კადრი მოდის, ჩვენც რა თქმა უნდა დამატებით უკვე ვალდებულები ვართ, რომ იყვნენ ისინი შესაბამისად გადამზადებულები. ჩვენ ხშირად გვაქვს ხოლმე შემთხვევა, როდესაც პირველად გადაუდებელ სამედიცინო დახმარების მიმართულებით ამზადებენ კადრებს. ანუ ძალიან ხშირია ხოლმე მოთხოვნა სკოლებიდან, ბაღებიდან, რომ ეს აღნიშნული პროფესია არა პროფესიაც, ანუ ნებისმიერმა უნდა იცოდეს თავისთავად ცხადია სასტრაფოს მოსვლამდე გადაუდებელი სამედიცინო დახმარება როგორ გაუწიოს მით უმეტეს ბავშვს. ანუ ამ თემებთან დაკავშირებით თუ გაქვთ ყველა პედაგოგი ჩვენ დაახლოებით 2 კვირაში ერთხელ გვაქვს ხოლმე კადრთან
პროფესიული რა თქმა უნდა და ყოველ ჩვენთან ვინც არის შრომის უსაფრთხოების რომელთანაც თანამშრომლობთ, რა თქმა უნდა, ანუ მათ მოვალეობაში ასე ვთქვათ შედის, რომ ეს თუნდაც პირველამდე დახმარება იყოს გადამზადებული, ხო? ასევე ამ თემაშიც კარგად მაქვს პირად გამოცდილებიდან თამამად შემიძლია თქვა, რამდენად რთულია ფილიალი, თქვენ გაქვთ რამდენიმე ფილიალი და მე ზუსტად ვიცი, როგორი რთულია რეგიონებში მუშაობა, ხო? თქვენთვის თქვენ რეალურად ორი ხელმძღვანელი ხართ და ალბათ გაინაწილებთ. როგორ ათავსებთ, როგორ ახერხებთ რამდენიმე ფილიალის მართვას? არც თუ ისე მარტივია? ხო, არც თუ ისე მარტივად, ანუ ვცდილობთ, რომ კარგად გავაბალოთ ამ ყველაფერს. თავი ჩვენ რუსთავში გავხსენით წერს ახალი ფილიალი, სადაც თქვენი დახმარებით არის ჩვეულებრივი გოგოა ვიყვანეთ გუნდში, რომელიც ძალიან კარგად მართავს მაგ ფილიალს, რუსთავის ფილიალს. ვისაც დიდი მადლობა ლიდერ ქალთა საზოგადოებას. აი, აქ მინდა ცოტა ჩავამატოთ ჩემი მოსაზრება თქვენგან. რა თქმა უნდა, რეკომენდირებული კადრი, რომელიც ჩვენთან დასაქმდა ჯერ ახსნელის პოზიციაზე, 6 თვის შემდეგ უკვე იმ ხელა შედეგი დაგვიდო, რა თქმა უნდა, ჩვენი დახმარებითაც, იმიტომ რომ მონდომებას ყველაფერი დამოკიდებული და პასუხისმგებლობის გრძნობაზე წელს უკვე მენეჯერის სტატუსით მიხარია, რომ თქვენს წარმატებაში BDC აკადემიასაც და ლიდერ ქალთა საზოგადოებას რაღაც თუნდაც მინიმალური წვლილი მაინც მეუძღვის და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ესეთი ორი ულამაზესი ახალგაზრდა ქალბატონი უკვე საქმეში ხარ ჩართული და ისეთ მნიშვნელოვან საქმეს ემსახურებით, როგორც არის ბავშვების, სკოლამდელი ბავშვების აღზრდა, განვითარება და მათი გზაზე დაყენება, ესე ვთქვათ. იცით რა მაინტერესებს? ანუ აი ეს საქმეს ახორციელებენ. ასეთი უმშვენიერესი ქალბატონი. ესე ხმადაბლა რატო ლაპარაკობენ? ორი ნაზი ქალბატონი. ასე ხმადაბლა რატო ლაპარაკობენ? შეიძლება აი ომახიანად ვისაუბროთ. ბავშვებთან მუშაობისგან გამომდინარე ვფიქრობ, რომ გაცლებთ უფრო ისეთები უნდა იყოთ. ხმამაღალ ტონზე საუბარს და ჩვეულები არა? არა. ეს ნახევრად ხუმრობთ. ფაქტობრივად ჟესტიკულაციითაც შეგვიძლია გავაგებინოთ ჩვენ და ბავშვებმა ერთმანეთს რაღაცა. მოკლედ მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ საინტერესო საუბრისთვის. სხვადასხვა აი სანამდე წავუყვათ ფინალისკენ ბლოგს. რატია ფაქტურად ყველა ქალბატონი, რომელიც თქვენი რუბრიკის ეგიდით მოდის თქვენს გადაცემაში, თქვენს რუბრიკაში უბრალოდ, ანუ ყველა საუბრობს ამ შემთხვევაში BDC აკადემიის როლზე, თქვენ როლზე, მათი კარიერული, პროფესიული, ან თუნდაც ბიზნეს და სამეწარმეო განვითარების ასპექტში. მოდი ახლა მე მინდა თქვენ დაგისვათ. გადაცემის თქვენ კითხვა, ხო? ხო, ანუ აი როგორც გადაცემის თანაც ამას. რეალურად დღეს ისეთი კადრი, ისეთი გოლი, მოდი ასე ვთქვათ, ხო, რომელიც ამდენ წარმატების ისტორიას წერს და ეხმარება ქალბატონებს ჩამოყალიბდნენ ლიდერებად, დაწერონ საკუთარი წარმატების ისტორიები. ამას ძალიან დიდი უნარი და ამას ძალიან დიდი ნიჭი უნდა. ცოტა ისეთი ის გამომდის, რა ქვია, ყვითელი კითხვა გამომდის, მაგრამ მაბადეებს ჩვენი საქმიანი მაყურებელი, როგორ ახერხებთ ამას? იცით რა, BDC აკადემია და ლიდერ ქალთა საზოგადოება ჩვენ ვიცით, რომ ეს ორივე არის ჩემი კომპანია და ისინი უბრალოდ ვერ გაიმიჯნებიან ერთმანეთისაგან. ამიტომაც ჩვენ ლიდერ ქალბატონებს, ჩვენი ორგანიზაციის წევრებს ხშირ შემთხვევაში იმ რესურსს, რაც BDC-ს აქვს წლების მანძილზე დაგროვილი, ამ რესურსის გამოყენების შესაძლებლობას ვაძლევთ თავისთავად ცხადია. ისინი ჩვენთან გარდა წარმატების ამავდროულად თავისთავად ცხადია პოულობენ იმ კადრებს, რომელიც მათ სჭირდებათ, ამ გადამზადებულ კადრებს იქიდან გამომდინარე, რომ BDC-ს აქვს 35-მდე პროფესიული მიმართულება, არა მარტო თბილისში, არამედ რეგიონებშიც, ხო? დღეს გამუდმებით ამაზე ვსაუბრობ, რამდენად პრობლემატურია კადრის პოვნა, მით უმეტეს გადამზადებული კადრის. როდესაც ჩვენ ეს რესურსი უკვე გვაქვს, თავისთავად ცხადია მათ ვთავაზობთ, რომ მათ კომფორტულად გააგრძელონ მუშაობა, მათთვის ანუ არ გაპრობლემდეს გადამზადებული კადრის პოვნა, ანუ დასკვნა ის არის, რომ BDC და ლიდერ ქალთა საზოგადოება ვერ გაიმიჯნება ერთმანეთისაგან და ლიდერ ქალთა საზოგადოება ცხადია გამოიყენებს BDC-ს ნაგროვებ რესურსს, რომელიც 18 წელი მე ვაგროვე. ასე რომ ეს კომფორტი მათ აქვს. ხო, ეხლა ეს ხანდაზმულობა, მოდი ასე ვთქვათ, ამ საქმიანობის ეს სტატისტიკა. ეს სიტყვა გამაც ცოტა მენერვიულები. არა, სხვა რაღაც ვიძახ. სხვა კონტექსტში ვიძახი ამ შემთხვევაში. ხანდაზმულობა საქმიანობისა ეს სტატისტიკა, თუმცა ყველაფერზე მეტყველებს შედეგი. საბოლოო ჯამში, რომელიც დგას, რომელსაც ხედავთ, რომელიც თუნდაც ახლა მოვისმინეთ და საბოლოო ჯამში კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გიხდით აი იმ იმპულსებისთვის, რაც ზოგადად
ამ შემთხვევაში სექტორის ჭრილში გაგვთ გაკეთებული. დიდი მადლობა თქვენ, ვისურვებთ წარმატებებს, იმედია ჩვენი გადაცემის სტუმრები კიდევ უფრო ომახიანად ხშირად იქნებით. დიდი მადლობა თქვენ ნათია, საინტერესო რუბრიკის ორგანიზებისთვის როგორც ყოველთვის